BMG Drive-ის მორიგი ეპიზოდი ამოქოქეთ და ამინდით შესაბამისი დაგვემთხვა აი ამ ფუტურისტული მონსტრით მივაკითხავთ ჩვენს მომდევნო სტუმარს, რომელსაც ზოგი იცნობთ როგორც პაციენტები, ზოგი როგორც მაყურებლები, ზოგიერთი როგორც მსმენელი, კოტე მათიტაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი და მასთან ბევრ საინტერესო თემას განვიხილავთ DeepAL G318 სივრცეში. კარგად. სავარძელი შეგიძლია მოირგო. კოტე, მადლობა სტუმრობის BMG Drive-ში. შეგიძლია წყალი თის მიირთვა. ან წყალი თის შემოვნებით. ახალი ფანტა, ბროწეულის ფანტა. წყალი მიჩემნია ხო? ძალიან კარგი. ბროწეულის ფანტა მე დამრჩება, მაშინ ორივე ცალი. წყალი აგერად. მოკეთ, ცოტა უცნაური ხა ექიმთან პოდკასტის რო ვიწყებ საუბარს, მაგრამ რატო კარგია ძალიან? რისთვის გააკეთე პოდკასტი? მოდი ამით დავიწყოთ. ანუ ვიდეოში რაღაც სათქმელი დაგიგროვდა თუ რაღაცა სკალპელის შენაცვლება გინდა მიკროფონი? არა, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და საინტერესოა, თან რაღაც საინტერესო მანქანით გზავრობ, მანქანი მიყვარს ძალიან და. პოდკასტის თემა იყო ტელევიზიაში, ხა მე დაახლოებით 10 წელი რაღაც ეტაპურად სხვადასხვა ტელევიზიებში დამიგროვდა გამოცდილება აი ამ კამერებთან მუშაობის, რესპონდენტებთან მუშაობის, რაღაც აი ამ სფეროსთან მედიცინაა ეს ყველაფერი, ხო, რასაც აქამდე სატელევიზიო სივრცეში ემსახურებოდი და დღეს რასაც უყურებდი გამომდინარე იქიდან რომ იცვლება ეს სატელევიზიო სივრცის პოპულარობა და ჩანაცვლება ხდება ნელ-ნელა მართალია თუ რავი შეიძლება უკვე ჩქარადაც ამ YouTube სივრცით ჩემი პროფესიის პარალელურად რაც ესთეტიკური მედიცინას, პლასტიკურ ქირურგიას ემსახურება ამ სფეროში მოღვაწეობა ნაწილობრივ მხარდამჭერი ფუნქციაც არის პოპულარობის რეიტინგს ინარჩუნებ ეს ყველაფერი სოციუმია ხო და ამ ყველაფერზე მოქმედებს ერთი ფაქტორი ეგ იყო მეორე მე თვითონ ბოდიშ და მევასება რა ეს კომუნიკაცია მომწონს ანუ არის რაღაცა რაც აღმოვაჩინე ჩემ თავში რომ თურმე სატელევიზიო სივრცე იყო ეს თუ ეხა ამ წუთას უკვე YouTube სივრცე მომწონს ეგ ამპლუა რა რაღაცა სხვა არის სრულიად განყენებული მედიცინისაგან აბსოლუტურად სხვა სივრცეში უგზნობ ჩემ თავს კომფორტულად და რაღაც ახალს ვსწავლობ, ვაკეთებ, ვეუფლები ადამიანებს ურთიერთობას ვამყარებ, ხო? ინტერესის მუღამი იყო. სუფთად ინტერესის და თან ის რაც თქვი დასაწყისში პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისითაც ეს მეტნაკლებად, მაგრამ მადგები. ანუ ეგ ეხმარება ზოგადად არა მარტო შენ შემთხვევაში, ზოგადად სამედიცინო ბიზნესს, აი მედია პლატფორმები, YouTube იგივე, ან ნებისმიერ მედია პლატფორმა, როგორ ეხმარება და როგორ შეიძლება უკეთ გამოყენება მაგამ. იცით რა, პირველ რიგში უნდა იყოს მართალი. ანუ ამ პლატფორმებს ნებისმიერ ტელევიზიას პლატფორმას თუ YouTube-ს თუ TikTok-ს თუ რაიმე ნებისმიერ სოციალურ სივრცეს თუ იყენებ და არ ხარ მართალი საკუთარ თავთან, იმასთან რასაც იგდებ კონტენტს, რასაც აჟღერებ, რაზედაც საუბრობ, რაც ანუ მაშინ ეს არაფერს არ მოეხმარება, იმიტომ რომ არ არის სწორი ეს ექმედება. თუ კი შენ გულახდილი ხარ, ადამიანთან გინდა ინფორმაციის სწორად მიტანა, გაზიარება, შენი გამოცდილების გაზიარება, რა ვიცი, აი ამ თვალსაზრისით ძალიან ეხმარება როგორც მომხმარებელს მხარეს, ასევე მე ვფიქრობ პროფესიონალების მხარეს. ანუ ჩემთვის როგორც ამ სფეროს მოღვაწე ადამიანისთვის, ხო, 50 წლის გავხდი და ნახევარი ცხოვრებაზე მეტი საოპერაციოში გავიდა, ხო, ჩემი წლების და ამ სფეროში, როგორც იცი, ადამიანის ნდობის მომენტი ჩდება. უცხო ადამიანი გენდობა, იმიტომ რომ იქ ნაცნობობის მომენტია, თითქოს გიცნობს ამდენი წელია და კიდევ უბრუნდებ იმას, თუ ამას სწორად იყენებ და ჯანსაღად, ეს ძალიან კარგი რამ არის. ძალიან კარგი რამეა და პრაქტიკულია და ნებისმიერ პროფესიონალს თუ კი თავისი, ასე ვთქვათ, საქმიანობის წარჩი წარმოდგენა უნდა, ჩვენება უნდა, ამ ყველაფრის გამოყენება არის მისასალმებელი. ხო, სალსახად მისასალმებელი. თუ არასწორად იყენე პრინციპში ეგ მალე გამოჩნდება რა. ანუ უკავშირი ადეკვატური იქნება. აი რო თქვი რომ მევასება. განსაკუთრებით რა ნაწილი, ანუ სტუმარი, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს შენთვის, რა თქმა უნდა, მასთან ინტერვიუ, მისი პასუხები რაღაც კითხვებზე, რომელიც გაქვს, თუ ის უკავშირი, რომელსაც იღებ მათ შორის მაყურებლის მხრიდან. აი ეგ რა მაყურებლის მხრიდან ჯერ ესეც სიამოვნება. ნებისმიერ სიტუაციაში, რაც პირობითად პოპულარობის ინდექსი ქვია, ხო ამას რაღაც მე არ ვიცი ახლა მაგ დეტალები, მაგრამ როცა უკავშირი საზოგადოებაში, თუნდაც ისეთ პატრა ქვეყანაში, როგორც ქვეყანა, ჩვენი ქვეყანაა, არის პოზიტიური და ადამიანი გესალმება, გიღიმის, რაღაცა ნდობა აქვს შენ და ეს არის დიდი სიამოვნება. ძალიან დიდი სიამოვნება, რაც არ უნდა იყოს, თუ კი ამას ჯანსაღად უყურებ და თავში არ აგივარდება, ხო ეს ახლა თქვენთმა დაიფაროს ეს თავში აუვარდეს ადამიანს, იქ ცუდი შედეგებამდე მიდის ეს პოპულარობა, ასე ვთქვათ, მაგრამ როდესაც შენ
ჯანსაღად უყურებ ამას, ჯანსაღად იყენებ ამას, ნდობასაც ადამიანურად უკავშირს აძლევ, ძალიან მაგარი რამეა. ხო, ვისაც არ უნდა კითხო პოპულარულობა, ეხა პირობითია, ეხა ზოგი ძალიან არის, ზოგი ნაკლებად, ზოგი დადებითად, ზოგი უარყოფითად, ყველანაირად, მაგრამ თუ კი ჯანსაღად არის, ძალიან საინტერესო ფენომენია. მეორე მხარეც აქვს ამას რა, ხანდახან ხუმრობ ხოლმე, იცი, შენ გემოზე ვერ გაივილი, მაგრამ მეორე მხარეც აქვს, ხო, ყველა გიყურებს რაღაცნაირად ყურადღებით უნდა იყო ქცევებში და მანერებშიც და ყველაფერში, დეტალებში. პასუხისმგებლობა გემატება. კი, რა თქმა უნდა, ძალსახად. ნებისმიერ შემთხვევაში. კარგი, ყველგან შენ როგორ უყურებ ადამიანებს ეს? მე მქონდა ეს კითხვა, მაგრამ ექიმის თვალით უყურებ ხოლმე თუ ეგ თუ მაგან გაიარა? იყო ეგ პერიოდი? მესამე კურსი, მეხუთე კურსის თემაა, ზუსტად. აი რა პერიოდია ეგ? როგორი მედიცინა ჩემს სფეროში მაგალითად როცა ვიზუალზეა საუბარი, ხო? თავიდან რა თქმა უნდა სწავლების პერიოდში აღტაცებული ხარ ამ პროფესიით და გატაცებული ხარ და მოწამულიც ხარ და რა ვიცი, შეპყრობილიც ხარ და ყოველთვის გინდა შენი გამოცდილება თუნდაც ის 10 წლიანი, 5 წლიანი და 3 წლიანი მიიტანო ადამიანებამდე. მე ხვდები რომ თუ ადამიანს არ ჭირდება შენი დახმარება, გაჩუმდი, ჩუმად იყავი, ნუ აფასებ, ნუ ურჩევ, ნუ ერევი, ეს ერთი და მეორე, მე უბრალოდ პროფესია და ცხოვრება სრულიად იყოფა რა. მე სახლში როცა ვარ, საზოგადოებაში როცა ვარ, მეგობრებთან, სუფრასთან, დავით თეატრში, სპექტაკლზე თუ ქუჩაში, იქ პროფესია თან არ დამზდევს. ის სადღაც არის ამ დროს ისვენებს და საჭიროებისამებრ ვიყენებ ამას. ამიტომ შეფასებითობა და რა ვისას გაუკეთებდი და დედა როგორ არის და რა რეალობაში არ არის ეგრე რა. ხო, თუმცა რაღაც პერიოდი აქვს მაინც. რა თქმა უნდა, ეგ მაგარი პერიოდია ძალიან, ყველას რაღაცების გაკეთება გინდა და ყველას ჩვენ თავი როგორია. ეგ მაგარი შენ მოგიხდება რაღაცა. კი, ეგ იყო. რა არის რაღაცა წითელი ხაზები, რასაც კოტემატაშვილი არ გადავა. ან ყოფილა თუ არა რაღაც ეგეთი მომენტები, რომ პირობითად პროფესია კი შეიძლება პაციენტია, რაღაც მოთხოვნა აქვს, შეიძლება ჯერა რომ ეს მოთხოვნა სამართლიანია, მაგრამ შენთვის სად არის წითელი ხაზი? წითელი ხაზი არის განათლება. განათლებაზე გადის წითელი ხაზი რა. ანუ იქ შენ თუ მიიღე პროფესიული განათლება ადეკვატური და გამოცდილება მარტო განათლება არ არის საკმარისი მედიცინაში მით უმეტეს, ეს არის გამოცდილება. ჩვენ მანქანისტარება შეიძლება ვისწავლოთ ერთ თვეში და 10 წელი დაგვჭირდება მინიმუმ, რომ რაღაცა გამოცდილებისას რთულ სიტუაციებში ვმართოთ სიტუაცია. ზუსტად იგივე მედიცინაც, გამოცდილება გაძლევს იმის, ასე ვთქვათ, წითელ ხაზებს გინთებს, სად უნდა გახვიდე, სად არ გახვიდე და გამოცდილება არის ზუსტად ის, როცა პაციენტს ეუბნები არას. როცა პაციენტს ისტუმრებ ვარით, ან სრულიად სხვა რამ უნდა შენ შეგიძლია ამის გაკეთება, ამით სარგებლის მიღება, მაგრამ ამას არ გააკეთებ. იმიტომ რომ აპრიორში იცი რომ შენ წინ ზის შენივე თავი. ხო, ჩვენ ხო ერთნი ვართ, მე ასე უყურებ ამ სამყაროს და ნებისმიერი ექიმი, ვინც რეალურად ჭეშმარიტად მედიცინას ემსახურება, ზოგადად ეს ერთობის ფენომენი უნდა იყოს შენში, შენ თავს უნდა სხვას უნდა უკეთო ის, რასაც შენ თავს გაუკეთებდი ჭეშმარიტად რა. თორე ეხა სურვილების დაკმაყოფილებაც მოსულა, ადამიანის სუბიექტური სურვილების გათვალისწინება მოსულა, ოღონდ არავნო და ის რაც არ უნდა გააკეთო, არ უნდა გააკეთო. ხო, რაღაც პასუხისმგებლობა არ მოიხსნა, რომ ეს მასულდა და გააკეთა. არა, ვითარ შემთხვევაში. ნებისმიერ სფეროში ეგრეა ჩემი აზრით. კი ბატონო. კომპეტენციის პრობლემა არის დღეს. რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ სფეროში საქართველოში ჩემი აზრით ჩვენ მზარდი ქვეყანა ვართ, განვითარებადი ქვეყანა ვართ და სწორედ ნიშნავს ეს, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ და ვითარდებით, ხო? რაღაც ორიენტირები გვაქვს ყველა სფეროს რაღაცა მიმართულებებზე და გვინდა რომ ვიყოთ უკეთესები. თუ ამას არ ვაკეთებთ, ეს ცუდია, ეს არის პრობლემა, მაგრამ კომპეტენციის სფეროში პრობლემატიკა ჩვენთან მძღოლებიდან დაწყებული, ხო? რასაც ქუჩაში ვხედავთ, ავტომობილის მართვიდან, დამთავრებული სიტყვაზე სხვადასხვა სფეროებში ბევრ ადგილას ნებისმიერი როგორც მომხმარებელი მივხედავ, რომ ევროპას რო შევადარო სიტყვაზე, დასავლურ ქვეყნებს შევადარო, აი იცი რა, ამას აქეთკენ უკეთესობისკენ შევცვლიდი. როგორც მომხმარებელი ვხედავ. იგივე არის სამედიცინო სფეროშიც, ხო? ეხლა ჩვენ რამდენი პროფილია ხა მედიცინას უამრავი, აუარებელი, ხო? ზოგ პროფილებში ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი. თუნდაც რეგიონში კარდიოლოგია რო აიღო, კარდიოქირურგია აიღო, სტომატოლოგია აიღო, ანუ ზოგ სფეროში ჩვენ ვითარდებით, ზოგ სფეროში სიახლეების დამნერგავებიც ვართ და ისტორიულად ქართული მედიცინას უამრავი თავისი პოზიტიური შეუტანია მსოფლიო მედიცინის განვითარებაში. უამრავი პოზიტივი ინდივიდების და ასე ვთქვათ, მართლა გამორჩეული ადამიანების ხარჯზე. ასე რომ ესე ჩემი შესაძაფასებელი ბუნებრივია არანაირად არ არის კომპეტენცია ვინმესი, ამის მე არც მოსამართლე ვიქნები და არც ასე ვთქვათ ადვოკატი არავის, მაგრამ რა თქმა უნდა კომპეტენციის პრობლემატიკას მედიცინაში
არსებობს და ამას ჭირდება ძალიან ხანგრძლივი და დიდი მუშაობა, რომ პროფესიონალების ახალი თაობა გაიზარდოს, დასავლური მედიცინა ჩვენთან შემოვიდეს, ჩვენ გავიდეთ დასავლეთში უფრო მეტად და ის შემოვიტანოთ. არა იმიტომ რომ ვისწავლოთ და მე დავჭე გერმანიაში ან საფრანგეთში და იქ ვიცხოვრო. რა თქმა უნდა, ესეც კარგია, მაგრამ დაემოვიტანო ის მედიცინა ჩემ ქვეყანაში და მოვახმაროთ ჩემ ორას დღეს ბევრად მარტივია, ხო? მაგის გაკეთება. რა თქმა უნდა. ამ ეპოქაში უფრო რა თქმა უნდა, ეხლა ციფრულ ეპოქაში. რას ამბობ, მე რომ სწავლობდი 92 წელს, 92-ში ჩავაბარი უნივერსიტეტში. ინსტიტუტი იყო მაშინ, მე გახდა უნივერსიტეტი, სამედიცინო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ვარ. იმ პერიოდში რა ინტერნეტი, რის წვდომა, რა წიგნი, ანუ ქართულად ნათარგმნი ლიტერატურა იყო სუთიძე ჩამოსათვლელი. გიწევდა სადღაც რაღაცის მოძიება, რაღაც დაქსეროქსება. პირველი ინტერნეტთან წვდომა რო გაჩნდა, ეს იყო, რა ვიცი, ექიმებისთვის და ნებისმიერი სფეროს ადამიანისთვის, მე ფანტასტიკა, ფენომენი, ხო, იმიტომ რომ ლიტერატურასთან წვდომა გინდა, გარდა პრაქტიკული მუშაობისა, ჭირდება მუდმივი აბარა. დღევანდელ რეალობაში მე პირველად 92,000 წელს წავედი იტალიაში, რაღაც 4 თვით აღმოჩნდი. ერთი წელი დამჭირდა იმეილების გზავნა, რომ მომეძებნა იტალიაში ქირურგი, რომელმაც ძალიან გულა გარდაიცვალა ის კაცი ღმერთმოაწყენოს, რომელმაც მითხრა, რომ შენო სწავლა გინდა და ჩამოდიო და აღმოჩნდი მილანში, ტურინში. და იქ 4 თვეში იმხელა ტრანსფორმაცია მოხდა, ჩემი ხედვები შემეცვალა მთლიანად, მაშინ პლასტიკურ ქირურგიაში სწავლობდი და ბატონი კუზანოვი ივა იყო მაშინ ჩემი მასწავლებელი და იმ პერიოდში ვიყავი და ეს იყო საოცრება და ეს დღეს გახდა ესე. ვიცი, უმარტივესი და სამწუხაროდ თუ, რა ვიცი, შეიძლება ჩემი სუბიექტური განცდაა, რომ არ იყენებს ამას ახალგაზრდობა ისე, როგორც შეიძლება ეს გამოიყენოს. ხო, უფრო კარგი ინსტრუმენტია, ჩვენ ვიყენებთ. აი, ესთეტიკის სფერო. სად ვარ დღეს, თუნდაც აი რეგიონი რომ ავიღოთ, სამედიცინო მიმართულებაც ჩვეულებრივი ჰაბი შეიძლება და ქვეყნისთვის ამყვანი ეკონომიკისთვის მათ შორის და აი თურქეთთან მაგალითად რა უპირატესობა გვაქვს, რასაც შეიძლება ან ვიყენებთ ამ მიმართულებით, ან ვერ ვიყენებთ. უკეთ რა შეიძლება გამოვიყენოთ. ეხლა უყურეთ, ჩვენ თურქეთი ძალიან დიდი მეგაპოლისია, ასე ვთქვათ, სამედიცინო. თან ბევრი უძლიერ მე წლების განმავლობაში 3 წელი დაახლოებით 4 წელი ვიყავი ერთ-ერთი თურქული დიდი კლინიკის ლივ ჰოსპიტალის საქართველოში ასე თქვა რეპრეზენტატორი, რომელიც აქაურ პაციენტებთან კომუნიკაციაში შევდიოდით და ვეხმარებოდით თქვა მძიმე დიაგნოზები, როცა იყო და მართლა იყო ჩარევა, ამ მიმართულებით ტრანსპორტირება, ჩაყვანა, მკურნალობა. და კაი გამოცდილება მომცა მაშინ თურქ კოლეგებთან მუშაობამ რა. უამრავი კოლეგა გავიცანი, ნეიროქირურგები, ონკოქირურგები, მადლობა მათ, ბევრი ძალიან კარგ რაღაცაში დაგვეხმარა იმ პერიოდში მართალი უნდა თქვა ყოველთვის, ხო? მაგრამ დავინახე რომ მედიცინის კულტურა ჯერ კიდევ ერთხელ დავინახე რომ ძალიან შორს არის მაღალი კლასიდან ჩვენ ქვეყანაში რომ შევადარო თურქეთს. ზოგადად მომსახურება, დახვედრა, მიღება, გაცილება, კლინიკების ხარისხი, რა ვიცი, მე ვლაპარაკობ კარგ ხარისხს, ეხა 1000 შარლატანი და უსე რა ქვია, ცუდი და გლახა თურქეთშიც არის და დედამიწაზე ყველგან, ხო? როცა კარგზე ვსაუბრობთ, მოდი მაქსიმალურად ხარისხიანზე ვისაუბროთ. ამიტომ ჯერ ძალიან შორს ვართ რა, სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, ჯერ ძალიან შორს ვართ, რომ ჩვენ თუნდაც საშუალო განვითარების ქვეყნიდან მოვიზიდოთ დიდი რაოდენობით პაციენტები. მაგის რესურსი არ არის. უბრალოდ რესურსი ჭირდება, დიდი კლინიკა ჭირდება, ადამიანის ფინანსურის და ტექნიკურიც. ანუ ამას ბევრი რამე ჭირდება დაწყებული დახვედრა გაცილებიდან, ანუ აი ეს ხო სრულიად ჰოსპიტალიტი თემაა, ეგეც მნიშვნელოვანია ამ სამედიცინო თემაში, ხო? ამიტომ ჯერჯერობით ადრეა, თუმცა არის სფეროები, მაგალითად ისევ და ისევ სტომატოლოგია, ან მაგალითად თმის გადანერგვის სერვისი, თუნდაც ესთეტიკური მიმართულებები, ხო, ჩემთან ებრაელები ხალხი ჩამოდის, ქართველი ებრაელები, ჩვენი ყოფილი თანამემამულეები თუ დასავლეთში ჩვენი მიგრანტები, უამრავი ჩამოდის. და აქ მოდიან ჩემთანაც და ჩემ კოლეგებთანაც, რომ ამერიკაში ძვირია, ისრაელში ძვირია, ევროპაში ძვირია ეს მომსახურება, ხო? ბოტულოტოქსინი იქნება, ფილერი, რინოპლასტიკა თუ სხვა რაღაცები. და აქ იკეთებენ. ფანტასტიკურია, რაჯობია მაგას. მაგრამ მასშტაბი არ არის იმხელა. რა თქმა უნდა. მაინც არის ჯაჭვი და ბმა ისტორიული საქართველოსთან იმ ხალხის, ვინც აქ ჩამოდის. და ესე ტურისტულად
ძალიან ცოტაა, იმიტომ რომ იგუგლება რა ყველაფერი, რისკ ფაქტორები ქვეყნის, ანუ ქვეყნის პრესტიჟი, სამედიცინო. ამას ნახულობ შენ, უამრავი ფორუმებია და მიმართულებები მსოფლიოში ხა. ანუ რაც ავდა რეკლამა ვაკეთებ, მაინც ვერ გახაჩა, იმიტომ რომ რეკლამის უკან ჯერ არ გაქვს დაგროვილი გამოცდილება. პაციენტების უკავშირი არ გაქვს იმ რაოდენობის, რაც თურქეთს აქვს. აი ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ჯამში გამოდის რომ ჩვენ პოტენციალები გვაქვს, მაგრამ ამ პოტენციალებზე ჭირდება დიდი ენერგიის, რესურსის ხარჯვა. ძალიან ბევრი. თურქეთში მაგალითად როგორც მახსოვს, ასეთი მოდელი მუშაობდა, ნახე, თუ თურქული კლინიკა ხარჯავდა ინვესტირებას, ახდენდა ფინანსების სხვა ქვეყანაში სარეკლამო კამპანიის წარმოებაში, რათა იქიდან მოეზიდა პაციენტები თურქეთში, იმივე თავის კერძო სექტორში, სახელმწიფო წლიური წვილში ამ ფინანსების, არ ვიცი, დიდ ნაწილს უფარავდა. ხო, ანუ აი როგორც ღვინოზე გვაქვს ჩვენ მარკეტინგული კამპანიის დაფინანსება დაახლოებით იგივე იყო სამედიცინო. მართლა არის ეგეთი რამე? კი, არის ხო. ვა, ძალიან მაგარია. კომპანიებს შეუძლიათ რომ საკუთარი მარკეტინგული კამპანია ასე ვთქვათ ბიუჯეტიდან ვე, დააფინანსოს. ძალიან სააგენტო მაგარია. აკეთებს რა, მოკეთ და. ფანტასტიკია. სამედიცინოზე მორგება შეიძლება მაგის რაღაცნაირად, ოღონდ აქ ინფრასტრუქტურა უნდა კონდეს ხო? რა თქმა უნდა. ღვინო გვაქვს ანუ. იმიტომ რომ პაციენტი რო ჩამოდის, იმ ადამიანს ხო განცდები აქვს, ხო ემოციები აქვს, ის მოდის სამკურნალოდ, ხო? მას არ უნდა ადარდებდეს, მიხვდი? სად დავრჩები? კლინიკაში როგორი პალატა დამხვდება? ინგლისური ეცოდინება თუ არ ეცოდინება, თქვა ორ ადამიანს მინიმუმ, რომ კომუნიკაციაში მე თავისუფლება მქონდეს. ეს იმხელა პატარ-პატარა სეგმენტებისგან შედგენილი ჯაჭვია, რომ მასშტაბურად ამის გამოყენება თუ არა ამბულატორიული ტიპის სერვისები, მაგალითად, ჩვენი სფერო, სტომატოლოგია, თმის გადანერგვა და კიდე შეიძლება რაღაცა დიაგნოსტიკები და რაღაცები გამოიყენო. სტაციონარულ მკურნალობაზე ძალიან რთულია რა. ამიტომ პერსპექტივა გვაქვს, მუშაობა უნდა. წესები არის ეგეთი, რომ მწვანე არის კი, წითელი არის არა და ყვითელი არის, აი, ვერ ვარჩევ ორივე. ოკეი. მიღებულია. წავედით. ბოტოქსი 20 წლის ასაკში. მწვანე. არსებობს თუ არა იდეალური ცხვირი? ყვითელი. სილამაზე სხვერპლს მოითხოვს? წითელი. მამაკაცების პლასტიკური ქირურგია საქართველოში ჯერ კიდევ ტაბუა? წითელი. პლასტიკური ქირურგი უფრო ფსიქოლოგია ვიდრე ექიმი? ყვითელი, ორივეა რა. ორივეა მან. საქართველოში ექიმებს უფრო მეც თხოვენ ვიდრე უხდიან? კი, მწვანე. სოციალური ქსელები აზიანებს ადამიანისთვის შეფასებას? კი, მწვანე. გსურს თუ არა რომ შენი შვილები შენს გზას გახვდნენ? ფაქტობრივად ვიცი რომ არ გაყვენ. არც ერთი და არც მეორე. ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს თუ არა ქირურგს დაგეგმარების პროცესში? ცირა დაგეგმარების პროცესში დაეხმარება, არ ჩაანაცვლებს, დაეხმარება. ჩანაცვლებით გამორიცხულია. ანუ წითელი მანდ. აი ხელოვნური ინტელექტზე მინდა რომ გავაგზავნოთ საუბარი. ანუ თქვენ სფეროს, ბევრი სფეროსთვის ხელოვნური ინტელექტი არის რაღაცა დამხმარე ინსტრუმენტი. კი. ბევრი სფეროსთვის ქმნის რაღაც გარკვეულ შიშებს. და ამ შიშის საფუძველი ზოგს აქვს, მაგალითად ბოლოს ენთროპიკმა წარმოადგინა აგენტი, რომელიც ბუღალტრების და იურისტების საქმეს პრაქტიკულად აკეთებს წამებში, როცა ერთი ღამე დაგჭირდებოდა საბუთების შესწავლისთვის. თქვენთვის რა ხდება? ანუ თქვენთვის რა ტიპის ინსტრუმენტია და რამდენად იყენებთ ახლა თანამედროვე მედიცინაში? ეხა უყურე, ტექნიკურად გამოყენებისათვის იდეალური საშუალებაა. ამაცინათ ვიღაცა მეუბნებოდა ჯერ არ იცის კაცობრიობამ AI იყენებს ადამიანს თუ ადამიანი AI-სო. მე მგონი AI გვიყენებს ჯერ თვითგანვითარებისთვის. კი, ჩვენგან სწავლობს ბევრ რამეს. კითხვებიდან გამომდინარე სწავლობს თუნდაც და. რაც შეეხება AI-ის გამოყენება სამედიცინო მიმართულებით, პირველი, თუ მე მჭირდება სწრაფად up to date გაკეთება გარკვეული, თქვათ, ინფორმაციის, ხო? რაღაცა მედიკამენტი შემოვიდა, რაღაცა დაინერგა, რაღაცა კვლევა გამოყვება და მე მინდა დამჭირდებოდა, თქვათ, რაღაც სხვა საძიებო სისტემებით 1 საათი. აი ზუსტად მანდ AI გამომიყენებს იმას, რომ ზუსტად 2 წუთში მომცემ შემაჯამებელ სწორ დასმულ კითხვაზე სწორ პასუხს. ანუ მე დროის ეკონომიას მომცემს. დიაგნოზის დასმისას თუ არის გასატარებელი დიფერენციალური დიაგნოზი 2 ან 3 სხვადასხვა დაავადებას შორის, ან მდგომარეობას შორის, ხო, იქაც მე თუ შევიყვან სწორად და დავსვამ კითხვას და პარამეტრებს ჩაუწერ, დიაგნოზის დასმაში დამეხმარება. შეიძლება სრულიად განყენებული ალტერნატიული
ხედვაც მომცეს, აქაც ესეც შეიძლება, როცა შენ ასე ვთქვათ პატერნიზებული გონებით ხედავ, ხო, იმან სულიად სხვა რაღაცა დაგანახოს. მაგრამ სწორად ხო უნდა დასვა ეგ კითხვა. რა თქმა უნდა, მაგას სწავლა უნდა. ეს ინსტრუმენტი უნდა იცოდე მაშინ, ხო, რეალურად. ცალსახად ნებისმიერ სიტუაციაში დღეს ბევრი გამოჩნდა სხვა შორის ეს ტრენერები და ასე ვთქვათ რაღაც კურსები AI-ის მართვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორი ალგორითმით დასმული კითხვა მოგცემს სწორ პასუხს. იმიტომ შენ შეიძლება სრულიად სხვაგან წაყვე, პასუხი შენ საერთოდ არ გაწყობდეს, იქით აღმოჩნდეს და ვერ მიაგნო იმას, რაც იმან იცის. ხო, სხვა და ფაქტია, რომ მან იცის ყველაფერი. ინფორმაციის დონეზე რაც არის წვდომადი დღეს საინფორმაციო ველში, ხო, ამ ტრილიონობით გიგაბაიტს. ისეთი რაღაცებიც იცი, რაც არ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ არ ღვევს ავტორ უფლებებსაც, მან ბევრი დავები მიდის. კი, იქაც შედის, რაც არ უნდა შედიოდეს. ხო, ისეთი კვლევების რაც არ უნდა ქვეყნდებოდეს. დეიტა ბაზა აქვს, რომ ხო არ არის გამოქვეყნებული ისა. ასე რომ მე ვთვლი, რომ სამედიცინო პრაქტიკაში ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე აპარატურიდან დაწყებული, მით უმეტეს, როცა ესეთ გენერირებად რაღაცა ინფორმაციულ არ ვიცი ეს რაღაც AI რა არის, ესე ჩიპია თუ რაღაც სისტემაა თუ რა არის, მაგის მხარდაჭერა ფანტასტიურია, მისასალმებელია და აუცილებლად გამოსაყენებელია და ასათვისებელი. აუცილებლად ასათვისებელია, სწორად და ჯანსაღად. მეტიც ვიტყოდი, რომ მედიცინაში თუ გინდა AI-ის დანერგვა, რაღაცა ეხლავე უკვე დასაწყებია, შესაქმნელია რაღაცა ფაკულტეტი თუ რა ვიცი, რაღაცა არ ვიცი, რაღაცა სპეციალობა, რომელიც ექიმს ამაში მუშაობას ასწავლის. ხო, რაღაც არ არის აუცილებელი 5 წელი ისწავლო, შეიძლება რაღაც სახელოსნოსავით. ხო, მარტივად რა, ეხლა თულად არა, კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ანუ მე წარმომიდგენია, რომ პლასტიკურ მედიცინაში AI-ის დაგეგმარების პროცესი რო ახსენე, შეუძლია რომ რაღაცა არ ვიცი, კორექტივები შეიტანოს, დაგეხმაროს ყოველ შემთხვევაში და რაღაცა გაგაჩვენოს რა. კი, გეთანხმები ბექა, ჩემს სფეროშიც, ესთეტიკურ მედიცინაში, პლასტიკურ ქირურგიაში, თუ კი შენ მაგალითად არის ურთულესი, თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციები, ყბასახის, სახის, სხეულის, კიდურების და უამრავი პრობლემაა, ხო? ანუ შენ თუ გინდა ოპტიმალური ვერსია, სიტყვაზე პაციენტთან ერთად შეიმუშაო ვერსია, ან მოდელირება შექმნა, თქვათ, იმიტირება გააკეთო, უცებ ნისლი გაქრა რა საინტერესოა. ხო, მეგოიც. და ამ შემთხვევაში AI-ი შეიძლება შემოიტანოს თავისი მხარდაჭერით. მე ყოველთვის ვამბობ ჯერჯერობით ყოველთვის რაც ვხედავ, მხარდამჭერი ფუნქციის საშუალებით AI-ის გამოყენება ამ ეტაპისათვის უკვე მისაღებია. ოღონდ ეხლა ამასინათ პაციენტი მეუბნებოდა ChatGPT-ს ვკითხეო, რომელი პროდუქტი ჯობია გასაკეთებლათო. და ის იცით რაო, ეხლაო ის მირჩიაო და იქნებ ის გამიმეთხარ, ეხლა ისიც უთხარი რომ ბარემ გაგიკეთოს. ოპა, აი მაგ არის თემა რა, მაგ არის ზუსტად ეს ოპა, რომ ოპერაციას ან პროცედურას ჯერჯერობით, ვერანაირი რობოტით AI ვერ გააკეთებს. თუმცა, მაგალითად ონკოქირურგიაში დაინერგა დღეს საქართველოში შემოიტანა ერთ-ერთმა კლინიკამ თუ ორმა უკვე რობოტი, ხო? ეს რობოტიზირებული ქირურგია. აი იქ ზუსტად გარდა ქირურგის ხელისა, გონებისა, ჩართული იქნება ალბათ უახლოეს მომავალში მაკორეგირებელი ფუნქციები, იგივე ეს, რომელიც აღმოაჩენს შენზე სწრაფად, თქვა სიზარხს იქ სადაც შენ თვალით შეიძლება იმას ვერ ხედავ, ხო? იმიტომ რომ იმას უამრავი ფუნქცია აქვს, რომელიც ადამიანის თავის ტვინისთვის შესაძლებელია, მაგრამ გამოუყენებადი. ჯერჯერობით რა. კოტე, მადლობა სტუმრობისთვის. რაღაც შეოფასთ მანქანას როგორ მოგეწონა? იცი რა, რაც ვიმგზავრეთ, წეღანაც აღნიშნე, ვარ ძალიან ავტომოყვარული ვარ, გიждები მანქანებზე რა. ბაი ავტოზებს ვიყავ ყოველ საღამოს ვერთობი ამის რა. მაგრამ როგორც მანქანა, რაც ეხლა არ მიტარებია, მაგრამ შვიდად ატარე და მადლობა. სასიამოვნო სამგზავრო ვარ, რბილია, კომფორტულია, მასალები, რასაც უყურებ, არ ჭრაჭუნობს. რაღაც პატარა ტალახებში და თოლში ვიარეთ და შვიდათი არა. სიმაღლე, სივრცე, გაბარიტები და ზომა, რავი, ჩემთვის 186 სანტიმეტრია სიმაღლეში და აბსოლუტურად კომფორტულია. კაი სივრცეა. ხო, რავი, მე მომწონს ეს მანქანა, ეხლა არ ვიცი, არც გამზღირებულება არ ფერებს, მაგრამ იმისთვის, ასაც ქვია ოფროუდის მანქანა და თქვა ჩინური წარმოების და ფასი ხარისხი ერთმანეთთან საჭირო საკმაოდ. ხო, და ტექნოლოგიები საჭირო სოლიდურია, ხო. მომწონს რა. ხო, ვინმეს უწარმოუდგენია, რომ ოფროუდის მანქანა არ შეიძლება იყოს ელექტრო, ეს არის ელექტრო, ეს ტიპარი G318 და მნიშვნელოვანია ის, რომ სუპერთანამედროვე, ანუ ბოლო ტექნოლოგიები რაც არის, ყველაფერი ინტეგრირებულია. არსად უგზოობაში პრობლემას არ შეექმნის და პრინციპში ელექტრო და ბენზინის ძრავის კომბინირება ალბათ დღეს ყველაზე კარგი ვარიანტია. გუგუნებს კარგი. ხო, იმიტომ რომ რეალურად გენერატორად მუშაობს მისთვის და 1000 კილომეტრი არაფრის დარდი არ გაქვს, იმიტომ რომ არ დაგჭირდება 1000 კილომეტრი აქვს რესურსი? კი. როდესაც საწვავი არის, მაშინ 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია. გენიალური მოდელი. აგენერირებს ელექტროენერგიას
იქ შიგნით. Good. ნუ კარგები არიან, ფასი ხარისხის იდეალური კომბინაციაც. გარანტია რამდენი მოყვება მანქანას? გარანტია მე მგონი 8 წლიანი. ნუ მინიმუმ 5-იანი მოკლედ რა. ეგეთი ამბავი. მადლობა წარმატებები. მადლობა, პირიქით, მადლობა. პოდკასტში. მადლობა. ძირითად საქმიანობაში რაც ეწევით უკვე 25 წელია და მადლობა რომ იყავით BMG დრაივის სტუდიაში. დაიხარჯეთ.